მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ისტორიის გაკვეთილი კვლავ ეთერშია. მე გახლავართ მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თამარ ბელქანია. დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო სტუმარი და შესაბამისად ძალიან საინტერესო თემა გვაქვს საუბრის. ეს არის კანდიდ ჩარკვიანი და ეპოქა, რომლის შესახებაც დღეს მისი შვილი ბატონი გელა ჩარკვიანი ისაუბრებს. ჩვენი საუბრის ამოსავალი წერტილი არის ბატონი გელას წიგნი. ეს გახლავთ ინტერვიუ მამასთან. ძალიან საინტერესო საკითხავია, რადგან პრაქტიკულად ჩვენ აი ამ კითხვებით, რომელსაც ბატონი გელა უსვამს მამას, ვიგებთ იმ საინტერესო კითხვებზე პასუხს, რაც თითოეულ ადამიანს რეალურად ამ ეპოქასთან აქვს. მეორე ძალიან საინტერესო მომენტი არის ის, რომ ჩვენ ვიგებთ პირველი პირისგან და ეს არ არის ლეგენდა, მაგალითად, რომელიც გვსმენია სტალინის შესახებ, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ცოტა ადამიანს ჰქონდა შესაძლებლობა უშუალოდ სტალინთან ესაუბრა და უშუალოდ სტალინთან ქონოდა შეხება. ამიტომ ეს წიგნით, რომელიც ინტერვიუს ფორმატშია ჩაწერილი, არის ძალიან საგულისხმო. რამდენად შეიძლება ისტორიულ წყაროდ მივიჩნიოთ ინტერვიუ ძნელი საკითხავია, მაგრამ აი კითხვებზე, რომელიც ჩვენს გვიჩნდება ამ ეპოქასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, რომ პასუხებს მივიღებთ. წარმოგიდგენთ ბატონი გელა ჩარკვიანი. მოგესალმებით ბატონო გელა. კანდიდ ჩარკვიანის მარტო სახელიც კი ასოცირდებოდა იმ ეპოქასთან. ეს იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა უშუალო შეხება სტალინთან. თქვენი წიგნი, რომელიც რეალურად არის კითხვა-პასუხის რეჟიმში დაწერილი, ძალიან საინტერესოა. მაგრამ სანამ აი ამ წიგნზე და თქვენს ინტერვიუზე ვისაუბრებდით, აი თქვენ ადამიანს, რომელსაც სტალინი შორიდანაც კი გინახავთ ერთ-ერთ აი ამ პრეზენტაციაზე, როდესაც სამხედრო თვითმფრინავები იყო წარმოდგენილი მოსკოვთან ახლოს. როგორი იყო ეს ეპოქა? მამაჩემი პირადად თვითონ ყოველთვის ასე ვიტყოდი, ამაყობდა სამი ძალიან დიდი პროექტით ეს საქართველოს ეხება. რუსავით, ქალაქი და ეს კომბინატი, თბილისის ზღვა, ეხლა წარმოიდგინეთ რამხელა მასშტაბის პროექტებია რა, თავისთავად. და გადაწყვეტილება თბილისის მეტროს მშენებლობის თაობაზე. რომელიც აგრეთვე მამაჩემმა მიაღებინა, შეიძლება ითქვას სტალინს ხელი მოაწერინა ამას. და იმის შემდეგ უკვე აღარ შეიძლებოდა ამის შეწყვეტა და ეს პროექტი განხორციელდა. დღეს მე მაგალითად როდესაც მეტროში ჩავდივარ და ხშირად ჩავდივარ ძალიან, რაღაც ეს შეგრძნება მაქვს, რომ აქ არის მამაჩემის დამსახურებაც. ეხლა ბუნებრივია ადამიანთა უფლებების თვალსაზრისით ის ეპოქა კატასტროფაა. პირდაპირ თქვათ. იმიტომ რომ არავითარ უფლებებზე ლაპარაკი არ იყო, მაგრამ ერთიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაშინდელი მსოფლიოც არ არის ჯერ კიდევ ის, რაც ჩვენ მივიღეთ უკვე შემდეგ. 50 წლების შემდეგ, რა? იმიტომ რომ მაშინდელ მსოფლიოშიც ბევრი რამ ხდება ჯერ კიდევ ისეთი. ეხლა რომ მოვუბრუნდეთ აი ამ წიგნს, მე მინდა რომ აი ამ ნახევარი საათის განმავლობაში თქვენთან ერთად წავაკითხო მაყურებელსაც ეს წიგნი და მეც ბუნებრივია პირველი კითხვით თქვენ და ბატონ მამა თქვენს მიმართავ იგივეს კითხვას, რაც თქვენ დაუსვით, ხო? ანუ იყო თუ არა ქართულ რეალობაში კიდევ სხვა ვინმე ადამიანი, ვისაც უშუალოდ შეხება ჰქონდა სტალინთან? იყო ბერია საკურველი. მაგრამ საქმე ისაა, რომ ბერია აფერი არ დაუწერია და ვერც მოასწრებდა დაწერას, იგი 53 წლის დეკემბერში დახვრიტეს. ხო, სხვა ნუ იყო თქვათ ხელოვნების წარმომადგენლები და იყო სტალინის მეგობრები, რომლებიც სტალინს ხვდებოდნენ, მაგრამ ეპიზოდურად ხვდებოდნენ და ყველა საქმეზე აი ესე ყველა ასპექტი. ისინი არ იყვნენ პოლიტიკოსები. პოლიტიკოსები არავინ არ იყო. არ მეგობრობდა სტალინი პოლიტიკოსები. არა, უბრალოდ ვინ იქნებოდა, მაგრამ ქართველი პოლიტიკოსები რაც ნიშნავდა. ვის ხვდებოდა პირველ პირს, ბუნებრივი. ხო და რაც შეეხება იქამდე ვინც იყო პოლიტიკოსები, ახლა იმადგან ვინ დარჩა? ან რეპრესირებული იყო, ან უკვე გარდაცვლილი იყო, იმაგან დაწერილი რაიმე იმ სტალინის თაობაზე, აი ესე შეხვედრებთან დაკავშირებით. საიდან იქნებოდა? კი ბატონო, ანუ მე მაინტერესებს მამა თქვენისადმი, აი სტალინის ასეთი კეთილგანწყობა, ხო? გამოწვეული იყო იმით თუ არა, რომ თავის დროზე წერა-კითხვა თქვენი გვარის ადამიანმა, ბატონმა კოტე ჩარკვიანმა ასწავლა. ანუ რა იყო აი ესეთი პოზიტიური დამოკიდებულება, იშვიათად ჰქონდა ეს სტალინს? მე მგონი რომ გვარმა რაღაცა როლი ითამაშა დასაწყისში, რასაკვირველია, დაიგონა გვარი, ახლა გვარმა რაღაც ასოციაციები გამოიწვია მასში და დაინტერესდა. ეს არის. მაგრამ მე მაინც მიმაჩნია რომ ის ფიქრობდა რომ თქვენი გვარი წარმოშობით გორიდან არის? არა, ეს უკითხია ეგრანტაშვილისთვის, ვასო ეგრანტაშვილის, რომელიც ძალიან ახლო იყო სტალინთან. უკითხია ეს შარკვიანი, ვინა გორელიავო და იმანაც უქვია რომ
არა, გორელი არ არის, მაგრამ ქართველივით დინჯი კაცია. აი ამ კონტექსტში კითხავთ, აი ამ ხელა კაცი იყო, ამ ხელა ქადაგებდა აი ამ კოსმოპოლიტის და აი ეს ვიწრო კუთხური დამოკიდებულებები რატომ ქონდა მას? კუთხური ელემენტები ქონდა კი. ვაჟა-ფშაველასადმი მისი დამოკიდებულება. ანუ ის თვლიდა, რომ ვაჟა-ფშაველა არ არის მთლიანობაში ზოგად ქართული და ფიქრობდა, რომ ის უფრო რაღაცა კუთხური, ასე ვთქვათ, ხელოვნების და მსოფლმხედველობის მატარებელია. აქ საწინააღმდეგო აზრი აქვს სწორედ. ის კუთხრობის წინააღმდეგია ამ შემთხვევაში. და ასე როგორ იყო, იცით, მამაჩემისთვის ყოველთვის უხერხული შეკითხვა იყო, იმიტომ თვითონ მამაჩემი ამაში უნებლიეთ მონაწილეობდა. უნებლიეთ რატო? იმიტომ რომ თვითონ ეპიზოდი ასე იყო, რომ მამაჩემი სადღაც ზღვის სანაპიროზე იყვნენ, მაშინ იმყოფებოდნენ და მამაჩემი თვითონ სტალინმა რაღაც ვაჟას ლექსი თქვა. და მამაჩემს გაუხარდა ძალიან, და მამაჩემს ძალიან უყვარდა ვაჟა და თქვა საუბრობდა. კი, რა საკვირველი. როცა მარტო იყვნენ, ყოველთვის ქართულად საუბრობდნენ, რაზმოსად ყურუს. ხო და მამაჩემმა უთხრა, აი გენიოსიო სულ ერთიასად დაიბადება მთაში სადღაცო და გამომიგზავნეთ ვაჟას ბოლო გამოცემები რა გაქვთ და გაუგზავნეს 2 თუ 3 ტომი ვაჟას. და ერთი თვის შემდეგ დაურეკა და რუსულად უთხრა სხვა ტელეფონით. იქედან ელაპარაკებოდა რუსულად. ეს იყო. ტელეფონით და უთხრა რომ я вас должен разочаровать. ესო კიო, ნიჭიერი კაციაო, მაგრამ აი ჩამორჩენილია სოციალურათო და რაც თავარიაო, ენაო აკა იმწუნებდა ენასო და თქვენ მოგწონთ ენაო, შეიძლებაო ესე იმის მაგივრად რომ ერთიანი ქართული ენა იყოსო, ესე იგი რაღაცა კილოკავებითო და რაღაც მთის დიალექტებით წერაო, შეიძლებაო და ეხლა მამაჩემს აქ რაღაც პრინციპულობა რო გამოეჩინა ვთქვათ ეს ჩვენ არ ვიგნებოდით ახლა მე თქვენთან ხოთეს არ ვიჯდებოდი ისე რომ ამ გმირობას მე ვერ მოვთხოვდი იმიტომ რომ შესაძ ამას აკეთებ კიდე პასუხისმგებლობა გაქვს შენი ოჯახის მიმართაც და მაშინ დროში ეს კი და 37 წელი უკვე გამოვლილია ნუ ფაქტია რომ ასე იყო ამ შემთხვევაში არა ის პირიქით ამ შემთხვევაში კუთხრობის წინააღმდეგი იყო თითქოს მაგრამ თვითონვე ზოგჯერ აი ამ კუთხრობაში იყო ჩაბმული ძალიან წინააღმდეგობრივი ადამიანი არ იყო ჩართული ვაჟა-ფშაველა აი ამ საბჭოთა პროპაგანდისტულ ლიტერატურულ მიმდინარეობებში და ის არ ექვემდებარებოდა აი ამ სახელმწიფო დოგმატებს და შეიძლება შესაძლოა იცით მე ძალიან ძლიერი თქვა რატომ საერთოდ რატომ მოვიდა თავში ვთქვათ ეს და რატომ გადაწყვიტა ამის გაკეთება მეორე თემა რაც აი მაინტერესებს აი როგორ უბედავდა მამა თქვენი მოდით ესე ვთქვათ წინააღმდეგობის გაწევას იმიტომ რომ იქ იყო რიგი თემები ვნახე აი მაგალითად მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო პოზიცია ჰქონდა მამა თქვენს და სტალინმა შეცვალა დამოკიდებულება აი ხა ძველ არქივებში მე რაც მაქვს ნანახი ერთადერთი ადამიანი მეგულება სტალინს რომ წინააღმდეგობას უწევს ეს ლავრენტი ბერია როგორ ახერხებდა ამას მამა თქვენი არა ალბათ ეს ერთ-ერთი უნიკალური შემთხვევა სადაც ძალიან სარისკო იყო ეხლა სხვა შემთხვევებში ეხლა იცით რა წინააღმდეგობა ისეთ თემებზე როგორც არის თქვა ელექტროსადგურები თქვა რუსთავი და ასე შემდეგ იქ ყოველთვის ხდებოდა ამაზე არგუმენტაცია და ასე შემდეგ სარისკო თემები არ იყო მაგრამ ეს სარისკო თემა იყო უბრალოდ 44 წლისათვის უკვე სულიად აშკარა იყო რომ საქართველოსთან წაყვანილი იყო ძალიან ბევრი ხალხი და არა მარტო საქართველოსთან ეს კიდევ ეხებოდა საერთოდ ეროვნულ რესპუბლიკებს იქ სულიად აშკარად იზრდებოდა რაღაცა ისეთი შოვინიზმის ელემენტები აი სამხედრო გენერალ და მამაჩემიც უკვე გამომდინარე იქიდან რომ სტალინი ქართველი იყო ნათელი გახდა უკვე ამ დროისათვის რომ ეს არ შეიძლება გრძელდებოდეს და მან ნუ აი რისკის ფასად დაწერა წერილი რომელშიც სტალინს თხოვდა ეს არქივშიც ინახება ეს მამა ხო არქივში არის ეს წერილი თხოვდა რომ შეწყვეტილი იყო მობილიზაცია და 44-ში საქართველოს მობილიზაცია შეწყდა დაახლოებით 100,000 ადამიანი გადაურჩა წაყვანას ომში ну რაც რასაკვირველი შეიძლება იყო დივიზიების შექმნა იყო იქ კიდე ესე იგი რასაკვირველია ცდილობდნენ რომ რაც შეიძლება ნაკლები წასულიყო მაგრამ რეალურად ამ ომში დაიღუპა 300,000 ქართველი რაც იცით რეალურად აი სტალინს ბერიას მეშვეობით უქმნიდნენ ისეთ გარემოცვას რომ ვინმე თუ ეუბნებოდა იმას რაც სურდა რომ სტალინს მოესმინა ან წინააღმდეგობის გამწევი რეალურად არავინ არ იყო ანუ კრიტიკული ანალიზი იმ პერიოდში იყო გამორიცხული და აი ბუნებრივია ისეთი ნამდვილი კრიტიკა ახლა შეჯახება სტალინთან არ არსებობდა ალბათ რასაკვირველია ჩემ მეპარებ და მამაში მართალი ხართ ეს ყველა
აი ესეთ ტიპის ავტორიტარულ მმართველს ემართება ბოლოს არა ის კარგავს კავშირს რეალობასთან თანდათანობით კარგავს ამ კავშირს იმიტომ რომ ეს არ მისდის ის ინფორმაცია რომელიც რეალურად არის უკვე წასულია 38 წელს საქართველოდან ხო არა 38 წასულია მაგრამ ესე იგი არ მისდის ეს ინფორმაცია თანდათანობით რა მოზდის ხოლმე ესეთ ადამიანებს ისინი ხდებიან ძალიან ეჭვიანები იმიტომ რომ უკვე მარტო არიან იცით არავის აღარ ენდობიან და ნუ სტალინსაც ეს ნელ-ნელა რასაკვირველია დაებარს. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო დიდი მასშტაბის ისეთი ნიჭიერი ადამიანი, მაგრამ ნუ ყველა ავტორიტარულ რეჟიმში აუცილებლად ხდება ეს. თქვენ ფიქრობთ თუ არა, რომ აი გარკვეულწილად სტალინი აი ამ კრემლიდან საქართველოს უყურებს როგორც ემიგრანტი? ამიტომ რომ დიდი ხანია უკვე წასულია, 20-იანი წლების შემდეგ საქართველოსთან შეხება არ ქონია, რამდენჯერ არის ჩამოსული. იქ ბერია, რომელიც ეს აი ამ ყველაფერს ცდილობს, რომ თავისი თვალი დანახული, თავისი ურით მოусმენილი მიატანინოს. აი ამ კონტექსტში მინდა რომ მე არ ვიცი ახლა არ ვიტყოდი რომ როგორც ემიგრანტი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა ბუნებრივია ამ ხელა საბჭოთა კავშირს მართავდა და ახლა იმისთვის ყველა რესპუბლიკა ყოველ შემთხვევაში ფორმალურად ერთი მნიშვნელობის იყო ახლა ესე შეიძლება ითქვას საქართველოს არა მთლიანად არ შეიძლება ესე ითქვას იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ დაინტერესება მისი საქართველოსი გაცილებით მეტია ახლა ლიტერატურას კითხულობს ქართულს არა ქართულად ლაპარაკობს სულ კითხულობს საქართველოს შესახებ მამაჩემს ვეკითხები მე მან ქონდა თუ არა საქართველოს პრივილეგიები სამომსო პრივილეგიები არ ქონდა თუ არ ჩავთვით პრივილეგიად იმას რომ სტალინი გაცილებით რომ ხშირად ხდებოდა საქართველოს ხელმძღვანელობას ვიდრე სხვა რესპუბლიკების ხელმძღვანელობას და კიდევ ის რომ მე პირდაპირ ვაყენებდი საკითხებს სტალინთან და ეს ნიშნავდა როდესაც მივდიოდი სამინისტროში იქ ეს საკითხები წყდებოდა ისე რომ მაგრამ ეხლა თუ რო თქვა რომ სტალინმა არაფერი არ იცოდა რა ხდებოდა საქართველოში ესე არ იყო იმიტომ ჯერ ესეთი ის ძალიან ხშირად ხდებოდა თავის მეგობრებს სამწუხაროდ ეხლა იმათგანაც ყოველთვის ობიექტური ინფორმაციას ვერ იღებდა იმიტომ რომ იცით როგორ არის ადამიანს თუ თვითონ არის ახლა სუბიექტურია ყოველ თვითონ თუ არ ძნობს თავს მაინც კომფორტულად მაშინ უჩნდება კრიტიკა თუ კომფორტულად ძნობს პოლიტიკას საერთოდ ესე უყურებენ ადამიანები უყურებენ პოლიტიკას თავიანთი მდგომარეობიდან გამომდინარე თუ კარგად ვარ პოლიტიკას მომწონს თუ არა ვარ კარგად პოლიტიკა აღარ მომწონს და ეს პერიოდულად იცვლება რაც თავარია ეს იყო ის ხდებოდა თავი მეგობრებს და ბუნებრივია ისინი ძალიან ხშირად აი ვისთან მეგობრობდა სტალინი მოდით ასე ვთქვათ ის თქვათ თავისი მეგობრების გარდა რომლებიც ესე იგი თქვათ გორიდან და თბილისის სემინარიდან ვინც ყავდა რა იმათ გარდა შეიძლება თქვას მიხეილ ჭიაურელი იყო ხშირად მიხეილ ჭიაურელი უყვარდა ძალიან იმიტომ რომ ნიჭიერი კაცი იყო კარგი თამადაც იყო ძალიან კარგი იყო სუფრასთანაც და არტისტული კაცი იყო და კი ეს იყო ეხლა სხვები რა გითხრათ სხვები ხო აი მაგალითად ხა მამაჩემი წერს აქ რომ თხოვო წინამძღვრიშვილი წამოიყვანეო იმიტომ წინამძღვრიშვილს იცნობდა კარგად ბავშვობიდან ექიმი წინამძღვრიშვილი ნუ ელისაბედაშვილი და ასე შემდეგ ეს იყავდა ხალხი რომელსაც იცნობდა კარგად და მაგრამ თუ იღებდა რაღაც ინფორმაციას და ხა დანარჩენი ინფორმაცია ოფიციალური ინფორმაცია იყო როგორ არის იცოდა ახლა საქართველოს ყველა მონაცემი იცოდა რაც ხდებოდა აქ ისე რომ მაინც ალბათ ყველაზე უფრო საბჭოთა რესპუბლიკებში იცოდა საქართველოს შესახებ ერთი თემა კიდე რომელიც აქ მენიშნავ ეს არის საინგილოს თემასთან მიმართებაში. რა დამოკიდებულება ქონდა მას? ანუ როგორ უყურებდა ეს? მე მგონი არის ძალიან ისე ნათლად ნათქვამი რომ როცა მამაჩემმა ეს საკითხი დააყენა. ეხლა მაშინ ესეთი საკითხები შეიძლებოდა დაგეყენებინა. ეხლა იცით რა საერთოდ საზღვრების ურღვევობაზე და იმაზე მაშინ ნაკლებად იყო ლაპარაკი. პოლიტიკურ კორექტულობაზე ნაკლებად იყო. სხვა დრო იყო ეხლა პირდაპირ სხვა. ხო და როცა ეს საკითხი დააყენა მან პირდაპირ უთხრა იცი რა ორჯონიკიძემ ესე გააკეთა და ახლა მე რო ეს აზერბაიჯანს წავართვა როგორ შეიძლება მაგრამ მე იქ არის ერთი მითითებაც რომ იყო რაღაც დრო როდესაც ირანის ჩრდილოეთში ხდებოდა რაღაც პროცესები და შეიძლებოდა მომხდარი იყო ისე რომ ირანის რაღაც ტერიტორია გადმოსულიყო აზერბაიჯანისათვის გადაეცათ შეიძლებოდა მომხდარი ეს არ მომხდარა საკუთრებით და ამაზე უთხრა რომ მაშინო აი შეიძლებაო თმეო დაგიბრუნო თუ რაღაცნაირად საინგილო მაგრამ მე გააკეთა სხვა მე ხომ მისცა საქართველოს სხვა ტერიტორიები კერძოდ კლოხორი და იტუმხალე რა ეხლა ეს იყო ტერიტორიები სადაც გასახლებული იყო მოსახლეობა მამაჩემი კი ამბობს რომ ეს რომ გავიგეო მაინდამაინც არ მომეწონა იმიტომ მე ვიცოდიო რომ ეს არ დამთავრდებოდა კარგად რა უცებად ამას წაგვართმევდნენ მერე ესე იგი ნუ სტალინი
ყოველთვის ხوارი ცოცხლებდა და მართლაც ესე მოხდა მას ისევ წაართვეს. ესე იგი კეთს იქეთო ჩვენ არავითარი პრეტენზიები არ უნდა გქონოდო. მაგრამ მაშინ მესაც ამბობს რომ მე ბოლოტოვს უთხარი მაგალითად თუ აი ადლერისკენ სოჭისკენ გაგრძელებაზე იქ რაც ქართული სოფელიც არის და უთხარი რომ ჩვენ ამას ციტრუსებს მოვიყვანთ ამას ვიზავთ ავაყვავებთ ამ ხარეს ამას ვიზავთ მომიტრიალდაო და მითხრა ესე რომ ამას რუსებიც კარგად გააკეთებენო და მაშინ მივხვდიო რომ რუსულ ტერიტორიაზე ლაპარაკი არ შეიძლებოდა. არ შეიძლება ჩვენ გადაცემა იქით წავიყვანოთ რომ არ ვისაუბროთ მამა თქვენზე. აი რა პერსონა იყო მამა თქვენი გარდა იმისა რომ მას ჰქონდა კარგი განათლება მიღებული, ის იყო ძალიან კარგად საუბრობდა სხვადასხვა ენებზე, რუსულად, გერმანულად, აინე ქონდა ბოლო-ბოლო თარგმნილი და ეს არ არის მარტივი, თუნდაც დღეს. ხო, ანუ რა ნატურა იყო მამა თქვენი? მე მაშინ როდესაც თქვენ კითხეთ, მაშინ იმას ვსდავთ რატო სტალინის ჩარკვიანობის გამო ხო არ უნდა მართლა ამის გამო ხო არ მოსწონდა. მოსწონდა კიდე იმიტომ რომ სტალინი მიიჩნევდა რომ ეს არის ახალი ინტელიგენცია. ახალი ანუ რა, იცი, ძველი ინტელიგენცია თითქლებოდა ძველი დროის ინტელიგენცია, ანუ აი რუსული царიზმის დროინდელი ინტელიგენცია, რომელმაც თქვა განათლება მიიღო რუსეთში ან საზღვარგარეთ მაშინ და ჩამოსულები იყვნენ და სტალინი მიიჩნევდა რომ ეს არის უკვე აი კომუნისტური ეპოქის ახალი ინტელიგენცია, მარქსისტულ ორთოდოქსულ ისეთ მარქსისტულ ფესვებზე აღზრდილი და მამაჩემ მართლა ძალიან კარგად იცოდა მარქსი, გერმანულად იცოდა და მარქსის კაპიტალი სულ ედო ხოლმე და ციტატებს ამბობდა გერმანულად იცი მარქსი. ხო და ახლა მისთვის ეს იყო ახლებური ტიპის საბჭოთა ინტელიგენტი, ესე განათლებული, ძალიან ისეთი დახვეწილი, გემოვნებით, ლიტერატურის კარგი ცოდნით და ასე შემდეგ. და ეს მართლაც ხონდა მამაჩემს და კიდე ერთი თვისება ქონდა ახლა ძალიან ჰუმანური იყო მამაჩემ და იმ სიტუაციებში ახლა როდესაც თუ კი არსებობდა რაიმე ალტერნატივა სიტუაციებში ის ყოველთვის აირჩევდა ისეთ ალტერნატივას რომელიც ზოგადად საკაცობრიო ისეთი ეთიკის ნორმებთან უფრო მიახლოებული იყო ის არ აირჩევდა აი სასტიკ ალტერნატივას. კეთილი ადამიანი იყო მთლიანობაში. თუმცა ძალიან სასტიკ დროს ცხოვრობდა და ბუნებრივია მე სულ ვამბობ ამას არასდროს არ მქონია ილუზიები იმაზე რომ მამაჩემი არ მიდიოდა მორალურ კომპრომისებზე. რასაკვირველია მიდიოდა და არც შეუძლებელიც იყო იმ დროში რომ არ წასულიყავი მორალურ კომპრომისებზე. და ალბათ ბევრი რამ რაც კეთდებოდა მას არ მოწონდა, მაგრამ იღებდა ამას, იმიტომ რომ სხვანაირად არ. არა, თან უცნაური ის არის, რომ მამა თქვენი როგორც ჩანს იმდენად კარგი პოლიტიკოსი იყო, რომ აი ამ ყველა რეპრესიებს თვითონაც გადაურჩა, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ რო გადავხედავთ იმ პერიოდის ალტერნატიულ ისტორიას გულისხმობ, ალტერნატიულ ისტორიას, რომელიც აი არქივებშია დაცული, აი თვითონ იმ ტროიკის შემადგენლობაც კი ყოველთვის ყოველ ჯერზე დგებოდა აი ამ განაჩენის წინაშე, რომ ყველა დახვრიტეს პრაქტიკულად, ხო? აი ეს ადამიანები, რომლებიც თვითონ ხრეტნენ ადამიანებს საბოლოო ჯამში მათაც ხროდნენ. ანუ სტალინს ეს ყოველთვის ქონდა რომ არავის არ უნდა ქონოდა განცდა ხელშეუხებლობის. ვინც არ უნდა ყოფილიყო ეს, იმიტომ რომ იშვიათი ადამიანი, რომელიც ნასამართლები არ არის იმ პერიოდში, თავისი მეგობრების ჩათვლით. იშვიათი ადამიანი, რომლებიც არ დაიჭირა, არ გაასამართლა, არ გადაასახლა, ცოლი არ გადაუსახლა, მაგრამ ეს მამა თქვენს არ შეეხო. მართალია, მაგრამ აქ არის კიდევ გარდა ყველაფრისა, გარდა იმისა, რომ ხლა რაც გითხარით, რომ მამაჩემი უცეთ ალტერნატივაში ირჩევდა ყოველთვის კეთილ ალტერნატივას ეს იყო, მაგრამ გარდა ამისა იყო რასაკვირველია უკვე იღბალიც, ანუ შემთხვევითობაც და ეს შემთხვევითობა კერძოდ აი რაში გამოიხატებოდა 52 წლის ფაქტობრივად აპრილში უკვე უნდა დაწყებულიყო პროცესი აი მეგრულ საქმეზე. ეხლა რითი დამთავრდებოდა ეს პროცესი? ამის თქმა ძალიან ძნელია. იმიტომ რომ რასაკვირველია ეს მეგრელთა საქმე სტალინმა წამოიწყო ბერიას წინააღმდეგ. მაგრამ ეხლა ამაში შეიძლება მოყოლილიყავი. იმიტომ კი არა. მე იმ საქმეს რო გადავხედე, იქ მეგრელების გარდა იმერლები, გურულები ყველა შეიძლება მოყოლილიყავი. ეხლა რითი დამთავრდებოდა ეს საქმე? არავინ არ იცოდა. და ამ დროს, ესე იგი აპრილში უნდა მოხდეს ეს რა. 5 მარტს სტალინი გარდაიცვალა. ეს პირველი, ესე იგი, უკვე აი ეს საჩიჩროება თითქოს მოსპო. მაგრამ როდესაც მამაჩემი შეხვდა ბერიას, იქამდე ხო იცოდა ბერია არღებულობდა მამაჩემს. სტალინი სიცოცხლის დროს არღებულ ეჭინოდა. აი თქვენ კი ლაპარაკობთ ბერიას, მაგრამ ბერია საჭინლად ეჭინოდა სტალინს. და თქვენ რომ წინააღმდეგობას კი არა. მამაჩემი ამბობს რომ ბერიასგან ესტავარი სტალინი და დაატავარი სტალინის გარდა არაფერი არ გამიგია სტალინთან. არასდროს არავითარ წინააღმდეგობას არ უწევდა. საჭინლად ეჭინოდა და ეჭინოდა მამაჩემის მიღების. რატო? რომ სტალინი ეჭვიანი კაცი იყო და რომ არ ეფიქრა რომ ეს უკმაყოფილო კაცია, ამას შეხვდა ეს ბერია, რომელიც წინააღმდეგას დამოვიწყეთ ეს საქმე და რამეს ხო არაპირებ. ამიტომ არ მიუღი და მიიღო მხოლოდ მას შემდეგ რაც სტალინი გარდაიცვალა.
და ამ დროს აღმოჩნდა რომ ბერია კიდევ უარეს უპირებს. გამოირკვა რომ ბერია არავითარ რეაბილიტაციას არ აპირებს მამაჩემისას, პირიქით, ესე იგი მამაჩემა იგრძნო რომ ძალიან ცუდად არის აქ. და გადაასახლეს პრაქტიკულად ტაშკენტში, სადაც 6 გარეშეა რომ რაღაცნაირად მოუწყობდა რაღაცას და მოკლავდა. აქ ლაპარაკი არ არის ამაზე. არ მოუწდებოდა, იმიტომ რომ ეს წერია წიგნში, ესე ნათლად არის ნაჩვენები რომ ესეც უნდა მოხდარიყო, მაგრამ ამ დროს რა მოხდა? სადღაც 24-25 ივნისი 1953 და ბერიას აპატიმრებდა. ისე რომ არის იღბალიც რა. ესე იგი ფაქტობრივად ბერიას დაპატიმრების შემდეგ უკვე ეს არაფერი აღარ შეიძლება მოხდარიყო, არც ერთი და არც მეორე. კონტრინიციატორი იყო ბერია. აი ხა ბერიას თემა რახან შემოიყვანეთ, მანამ კითხავ და სულ მინდოდა აი მთელი ღამეგუში რომ ემზადებოდი თქვენთან შესახვედრად, ფიქრობდი მეკითხა თქვენთვის, რამდენად იყო იმ პერიოდში შესაძლებელი საბჭოთა საქართველოში ეროვნული საქმეების კეთება. ეროვნული. ნუ გაჩნია რომ რა კრიტერიუმებით მიუდგებით ეროვნულობას. ეროვნული არ არის თქვა თეატრის განვითარება, კინოს განვითარება, აუარებელი წიგნების ბეჭდა, ესე იგი სტიმულირება, წერლობის, პოეზიის, ყველაფერი ეს მაინც არის სახელმწიფო ინდუსტრიის შექმნა, რუსთავის თქვათ, ან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შექმნა, ეს ყველაფერი ეროვნული საქმეა. მაგრამ ბატონგელა დამეთანხმეთ რომ აი ეს ყველაფერი რა თქვენ ჩამოთვალეთ პარტიას იყო მიბმული და რეალურად ისინი სწორედ იმას აკეთებდნენ, რაც შემდგომში პარტიას გამოადგენდა იგივე ისტორიოგრაფიის თვალსაზრისით, ხო? რეალურად იქ აი ამ მეცნიერებათა აკადემიაში საფუძველი ჩაეყარა საქართველოს ისტორიის არასწორ ხედვას, მოდით ესე ვთქვათ. იქ არის ბევრი, აი მაგალითად იგივე ქართიზაციის თეორია, ხო? ქართიზაციის თეორია, სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ იყო ერთი ტომი ქართი, რომელმაც ძალადობრივად გააერთიანა საქართველოს სხვა ტომებისგან. ანუ ძალიან ბევრი რამ იყო პარტიაზე მიბმული. ეს მათ ინტერესში იყო, იგივე კინო. კი, მაგრამ საქართველოს ისტორია, რომელიც სახელმძღვანელო, რომელიც შეიქმნა მაშინ, ჯანაშიას და ბერძენიშვილის, მე მგონი ეგეთი არა. მამაჩემმა ჩვენ ყველა ქართულ სკოლაში წაგვიყვანა, ჩვენ ხო იცით, გამონაკლისები ვიყავით. მარტო საქართველოში იყო, რომ პარტიული ლიდერების შვილები ქართულ სკოლაში სწავლობდნენ. სხვები რუსულ სკოლაში ატარებდნენ თავის შვილებს. ხო და ამიტომ რომ ლაპარაკობთ ეროვნულობაზე, ისინი სწორედ მეტისმეტად ეროვნულები იყო. მამაჩემი მაგალითად მე პირიქით პრეტენზიას ვუყენებდი მამაჩემზე, რომ ის ეთნოცენტრისტი იყო. ის გვეუბნებოდა, რომ საქართველოს ყველაზე ლამაზი ქვეყანა. ქართული არის ყველაზე კარგი ენა. რუსთაველი არის ყველაზე დიდი პოეტი, დანტეზე უფრო დიდი პოეტი და ფალიაშვილის აბესალომ დეტერი არის მწერვალი საოპერო ხელოვნების. თქვენ შორიდან ყავთ ერთხელ ნანახი სტალინი. ვინ რა იყო, რა მოდიოდა ამ ადამიანისგან? ნახვით რა საკვირია ძალიან ძნელია რა. 10 წლის იყავით მაშინ. ტუშინოში მაშინ ეს ხდებოდა ყოველთვის აერო შოუ. სამხედრო ძალაუფლების დემონსტრირება. პირველი ვერტფრენი ესეც მახსოვს, მამაჩემი გვერდში ედგა, სხვა პირველი ვერტფრენი რო აფრენდა და აფრენდა სტალინმა ყურში უთხრა მამაჩემს. ნახე კაცო, ბუზანკალს აგავს არაო? აქცენტით საუბრობდა? რა? აქცენტით საუბრობდა? რუსულად? ხო, რუსულად აქცენტი ლიერი იქონა, მაგრამ ეს ქართულად უთხრა. ჩაულაპარაკა, ნახე რა, ბუზანკალს აგავს. ისე რომ იქ დავინახე მე, მაგრამ ნუ ახლა ჯერ ესეთი არც მე ვიყავი, ისეთი დიდი რომ მაინც და მაინც ახლა, მაგრამ ნუ დავინახე, იყო ადამიანი, ემჩნეოდა რომ ქართველი კაცია, ხო, მე მავზოლეუმშიც ვნახე სტალინი. მავზოლეუმში, როცა ესვენა. იქ იყო ნამდვილი ესეთი ქართველი ადამიანი. სიკვდილმა დაუბრუნა თავისი ძველი სახე. რა ყოფილიყო ახლა. ფიზიკურად ასეთი იყო. ხო, მაგრამ ანუ ასეთ ადამიანებს, აი მე მახსოვს, ჩვენთან ხო ეს ლეგენდებიც კი ძალიან ცოტაა, მე მახსოვს, როდესაც მოსკოველი სტუმარი ჩვენთან იყო ჩამოსული, მან მოყვა ვიქაურ არქივებზე დაყრდნობით, მოყვა ესეთი ისტორია, რომ პერიოდულად ძალიან ცნობილ მწერლებს ხვდებოდა სტალინი. ნუ ბერიას მეშვეობით, რა თქმა უნდა, იქ იყო სიმიონოვი, რომლის ჯერიც როცა მოვიდა საუბრის დაწყების, მან დაიწყო ენის შლიხვით საუბარი და ბერიამ უთხრა, რომ სტალინის თანდასწრებით არ შეიძლება, რომ ადამიანი ენას იჩლიქდეს და ეს ადამიანი 53 წლამდე სანამ სტალინი გარდაიცვალა, მიატოვა ეს ფიზიოლოგიური აქცენტი, ხო, ენის ჩლიქვის. ანუ ქონდა ამ ადამიანს აი ეს რაღაცა ძლიერია, გასაკვირია, ალბათ ზეგავლენა ქონდა ძალიან ძლიერი და ნუ ბრივია, აბა ისე როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ? როგორ შეიძლებოდა იმ საშინელი პერიოდი 20-იანი წლები აიღე. როგორი მეტოქეები ყავდა სტალინს? მაგას ყავდა ძალიან ძლიერი მეტოქეები. და სერიოზული ყოველ თვალსაზრისით. თვალსაზრისით განათლებული, კარგი ორატარები. მაგრამ როგორ აჯობა მათ?
ხოაჯობა ეს მაშინ ხوار იყო ჯერ ხوار ქონდა ეს ძალაუფლება ის მერე მართალია მოიშორა ყველანი მერე შეძლო უკვე რეპრესიების ჩატარება მაგრამ თავის დროზე მან შეძლო რომ ეჯობნა ამ ადამიანებს დიდი ძალის გარეშე ეს აბსოლუტურად შეუძლებელია რასაკვირველია მას ჰქონდა ძალიან დიდი რაღაც შინაგანი ძალა ალბათ მაგნეტიზმიც ჰქონდა საჭირო განათლებაც სხვათა შორის იმიტომ რომ ახლა ამ წეშიც ძალიან კარგად ანაჩვენე მისი ისტორიული განათლება ისტორიის საკითხებში მე ეს იყო ადამიანი რომელიც მუდმივად კითხულობდა ესე იგი ამ თვალსაზრისით სტალინი იყო ძალიან დიდი მოღვაწე მაგრამ მე ისე ვიმეორებ მაგრამ სტალინიზმის გამეორება იქნებოდა საშინელება და მე არ მინდა ვიცხოვრო სტალინიზმის ეპოქაში. აი ეს სხვა საკითხია, მაგრამ მოღვაწე რასაკვირველი იყო ძალიან დიდი, რომელსაც ჰქონდა ყველაფერს თქვენ თქვი. კარგით, აი მაშინ ერთ ისეთი ესე ვთქვათ კითხვას დაგისვამთ, რომ აი ამ პერიოდში თქვენ ოჯახს ჰქონდა ყველაფერი, ხო? ანუ ის პრივილეგიები, რომელიც როგორც წესი, აი ამ კასტას ჰქონდა ხოლმე. აი ეხლანდელი გადასახედიდან თქვენ ამბობთ ადამიანი, გელა ჩარკვიანი, ამბობთ რომ არ მინდა რომ სტალინიზმი გამეორდეს. რა იყო ის, რაც არ იყო ამ ეპოქაში? თავისუფლება იყო პირველი. თავისუფლება არის ხელმისაწვდომი ალტერნატივების რიცხვითი ზომები. არა? ყველა სფეროში. რა იყო პოლიტიკური ალტერნატივები? იყო საერთოდ რაიმე? იყო ერთი პარტია. როდესაც არჩევნები იყო ერთი კანდიდატი. ერთი პარტია, ერთი ცოლი, ერთი ფესტივალი, ერთი განათლება. ჩემთვის გადამწყვეტი არის თავისუფლება. მე თუ თავისუფალი არა ვარ, მე არ შეიძლება ვიყო ბედნიერი. ხო და ამიტომ არ მინდა სტალინიზმი. და მეორე წმინდა ჰუმანური თვალსაზრისით ის რაოდენობა ადამიანების, რომელიც იყო რეპრესირებული, რომელიც დაიღუპა ოჯახების რისთვის თანაც სრულიად უმიზეზოდ ოჯახი არ არის საქართველოში, რომელსაც ვიღაცა არ დაუხრიტეს. ეხლა როგორ შეიძლება მინდოდეს მე ამის გამეორება? რასაკვირველი არ მინდა აბსოლუტურად. კი ბატონო, თქვენ ერთი პერიოდი სვენებდით ბერიას ოჯახთან ერთად. აი რა ოჯახი იყო ეს? თვითონ ბერია იქ არ იყო ხოლმე, ეს იყო ქალბატონი ნინო გეგეჩკური. ჩვენ ვისვენებდით ერთად წყალტუბოში. წყალტუბოში იყო ესეთი სახლი, მთავრობის სახლი ერქვა და იქ დედაჩემს დავყავდით, იმიტომ რომ მე მქონდა პრობლემა ფეხთან დაკავშირებით და ნუ პატარა ვიყავი მე მაშინ, სადღაც 10-11 წლის ვიქნებოდი, ბოლოჯერ როდესაც იყო უკვე და ჩვენ ერთ სახლში ცხოვრობდით. უბრალოდ ორი ფლიგელი იყო აქედე და ლანჩი, სადილი, ამ ყველაფერი ერთად ქონდა ჩვენ და ქალბატონ ნინოს. და ნინო მაშინ ახალი დაწყებული ქონდა ფორტეპიანოზე დაკვრა. უკრავდა მე. და მე უკრავდი უკვე საკმაოდ კარგად. და სულ მე დამისვამდა ხოლმე კალთაში, ჩამისვამდა ზოგჯერ და მეტყო დაბაგელა ერთი ის ჩაიკოვსკი დამიკარი და ძალიან სულ უყვარდა წელიწადის დროები, განსაკუთრებით ენძელა უყვარდა ეს აპრილი და სულ ყოველთვის უკრავდი ხოლმე. ახლა როგორი იყო? ლამაზი ხალი იყო ძალიან დავიწყოთ. ეს იყო ისეთი ჟღალ ცოტა ისეთი ჟღალი თმა ქონდა რაღაცა ცოტა მოწითალო ფერი და მწვანე თვალები დიდი რაღაც ძალიან ლამაზი ხალი იყო. მაგრამ შიშის მონგრელი იყო. ეხლა ვზნობდი მე რომ დედაჩემიც ცოტა ისე უყურებდა რაღაცა ხო რაღაცა ქონდა ისეთი. ეხლა ოჯახი რა გითხრათ სერგობის შვილი ძალიან წესიერი აღზრდილი ახალგაზრდა იყო ძალიან ნიჭიერი სხვათა შორის. სერგო ბოლოს შეხვდა უკვე კანცელარიაში აქ თავისუფალ საქართველოში, მაგრამ დიდხანს მე აღარ უцоცხლი. ოჯახს ნუ რა გითხრათ, ისინი სერგო ძალიან სასიამოვნო ბიჭი იყო ახალგაზრდა, მე კიდე ხშირად ხდებოდი მას გაგრაში. იმიტომ გაგრაში ჩვენი პლაჟები იყო, აი ესე მოსაზღვრე პლაჟები იყო და სერგო მაშინ უკვე მას ყავდა შეყვარებული, რომელიც მე ცოლად შეერთო, მან შეერთო გორკის შვილიშვილი. წერს გორკის შვილიშვილი პეშკოვა. ხო და ის ჩამისვამდა ხოლმე მახსოვს ნავში, იმასთან ერთად მივდიოდი ხოლმე, მე ბავშვი ვიყავით. აი ქედა მახსოვს, რა მე ძალიან მომწონდა კარგი ხალხი იყო თითქოს. ძალიან დიდი მადლობა მიგითხრათ დღევანდელი სტუმრობისთვის, აი ამ ეპოქის გახსენებისთვის. მართლა საინტერესო წიგნია და მე ვურჩევდი ჩვენს მაყურებლებსაც, რომ აუცილებლად ნახონ, წაიკითხონ და იფიქრონ აი ამ ორი მამაშვილის საუბრის ფონზე თუ როგორი იყო ის ეპოქა. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მე ჩვენს ტელემაყურებლებს შევახსენებ, რომ ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა ეს იყო ბატონი გელა ჩარკვიანის ინტერვიუ მამასთან, კანდი ჩარკვიანთან. ჩვევეცადეთ, რომ აი ამ წიგნის ფარგლებში მიგვიხილოთ თუ როგორი იყო ის ეპოქა, რომლის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით. ზოგადად ისტორიის შესახებ, საბჭოთა პერიოდის ისტორიის შესახებ. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.